gon' do this. თბილისის აგრარული უნივერსიტეტი. რაც ვარ ის ვიქნებოდი. საკუთარ თავში ბევრი რამე ალბათ უფრო მომწონს, ვიდრე არ მომწონს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაცები რო არ მომწონდეს, ალბათ გამოვასწორებდი ამ ყველაფერს. არა, კუმირი არ მყავს. სპორტისკენ მისწრაფვა არასდროს არ მქონია. სპორტით არასდროს დაკავებული არ ყოფილვარ, თუმცა იმის გამო რომ გადავწყვიტე წონაში დაკლება, მე უფრო გავხდი უფრო აქტიურად სპორტულად მოაზროვნეთ და მჭირდებოდა ეს ყველაფერი, თორემ ისე სპორტის მიმართ არაფერი, ისე ფეხბურთი მიყვარს ძალიან. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა გამოსულიყავი ლაღიძის წყლების გამყიდველი. მქონდა ეს მომწონდა და თუ ამ სფეროსკენ მომიხდა, ასე ვთქვათ, ვთვლი რომ გამყიდველი არ გამოვედი, მაგრამ ამ სფეროში მომიწია მოღვაწეობა. ნიჭი, რომელიც მინდა მქონდეს, ალბათ ის არის, რომ სულ ყოველთვის მინდოდა, რომ მქონდეს იმის ნიჭი, რომ ბევრი რაღაცები ვაპატიო ადამიანებს. ჰობი, ესე გამორჩეულად არაფერი არ მაქვს ისეთი. ხა იყო ადრე ვთქვათ, ჩემს ბავშვობაში ვაგროვებდი საპნები იყო, ესეთი ჰობი მქონდა, მარკები იყო, მაგრამ ისეთი რომ ჰობი ისეთი როგორც ესეთი არაფერი. სიბოროტეს. არაფერს არ ვნანობ ისეთ. გარდა იმისა, თუ შეიძლება რომ ვიღაცას რაღაცა უნებლიეთ ვაწყენინე, თორემ ისე რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპებს ვნანობდი, არა, ზუსტად ისე გავივლიდი, როგორც გავიარე. ალბათ ბავშვობაში. სიმართლე რო გითხრა, აღარ მახსოვს ისე. ანუ ალბათ იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ აღარ მახსოვს. ვფიქრობ, რომ სიყვარული, ურთიერთობა, მეგობრობა, სიახლოვეა და რაც მთავარია, რაღაცა ერთნაირი აზროვნება, ასე ვთქვათ. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როცა მამაც იყო ცოცხალი. ყველაზე ბედნიერი წლები ეს იყო ჩემს ცხოვრებაში. კი. მამაკაცი ჩემთვის არის მეგობარი, ტიპაჟი, რომელთანაც ხარ დაცული და რომლისგანაც ელოდები ყველაფერ კარგს და არა რაღაცა ისეც, რომ აქეთ შენ უნდა იყო მისი მფარველი, ასე ვთქვათ. აი ეს არის მამაკაცი. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად მომწონს ივენთების დაგეგმარების პროცესი, მერე განხორციელება და მერე ძალიან დაღლილი რომ მივდივარ და კმაყოფილი ვარ. მე ვთვლი რომ საუკეთესო რაც მაქვს ეს არის ჩემი ხასიათი. ალბათ შემიძლია რომ ავფეთქდე, გავბრაზდე, მაგრამ მეორე წუთში აღარ მახსოვს და არასდროს გულში არ ჩავიდებ. აი ეს ძალიან კაი თვისება მაქვს და მიხარია რომ მაქვს. განვიცდი ადამიანების დაკარგვას. ძალიან განვიცდი და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვინც დასაკარგია, ალბათ უნდა დაკარგო. არ მჯერა იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია რომ მოგატყვილო. აი ტყვილი გითხრან, იმიტომ რომ თავიანთი რაღაც გააკეთო. აი ესეთი ადამიანების არ მჯერავს. მინდა გავიცნო დავით ნარმანია. საჭმელი როგორც ესეთი ვთვლი რომ გურმანი ვარ, უფრო ვიყავი ადრეულ წლებში, მაგრამ მაინც ვთვლი რომ გემრიელი და კარგი საჭმელი ერთ-ერთი სიამოვნება ცხოვრებაში, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა რაღაცა დოზით. არა, უფრო გამოხედვა მაქვს რაღაცნაირი ხოლმე, რომელსაც ხშირად ვიყენებ, ვიდრე ერთი და იგივე ფრაზა. არა მაქვს ესეთი ფრაზა. ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. აუ ძალიან ბევრი წლების წინ იყო ალბათ. არ მიტირია ძალიან დიდი ხანია. ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში რაღაცები ყველაზე რთული პერიოდი, მაგრამ ძალიან ხანმოკლე იყო ეს პერიოდები რა. ბოლო 10 წლის განმავლობაში მქონდა რაღაცა აი ამათ წელიწადში მქონდა 1-2 წელი ესეთი რაღაცა რთული პერიოდი, მაგრამ ისე კარგად და ადვილად გაიარა ამ პერიოდმა, რომ ფაქტიურად ვერც ვიგრძენი.
თავარი შეხვედრა იყო ჩემ მეგობართან, რომელიც არ მინახია დაახლოებით ალბათ 10 წელი. და ეს შეხვედრა რაღაცა ბავშვობის მონატრებულ მოგონებებთან რო გაქვს და მართლა კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი წამოვედი ამ შეხვედრიდან და ბედნიერი რაც თავარია. საკუთარი ოჯახი არ მყავს და ამიტომ ცხოვრობ დედასთან და დასთან ერთად და დიშვილთან ერთად და ჩემთვის პირველი ადგილი უჭირავს, რა თქმა უნდა. პირველი სიყვარულია და სხვათა შორის ეხაც მაქვს ძალიან კაი ურთიერთობა და ძალიან კაი მეგობრობა. არ დამიკარგია და არ დაუკარგი ვარ, ასე ვთქვათ და ძალიან კარგი ურთიერთობით მეგობრობთ ჩვეულებრივად. ალბათ რაღაცა ისეთი იყო, პირველი სიყვარული ბავშვური იყო, მაგრამ იყო რა. ბოლო ტკივილი რაც ისეთი უფრო მწვავე იყო ჩემთვის, ალბათ მეგობრის მხრიდან ტკივილი იყო რა. და შეიძლება ძალიან ისე ვფიქრობ, მოვიქეცი, ხანდახან მე მიფიქრია, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი თქვა რა, ისე გავბრაზდი და ისე გავწიწმოწდი, რომ ამოვშალე Facebook-იდანაც, იმიტომ რომ იმიტომ კი არა, რომ რაღაცა არა, იმიტომ გავაკეთე ეს, რომ აღარ დამენახა რა. და თან ვიცი ხოლმე, როცა რაღაცის ღირსი ვარ, მე თვითონ თქვა მოვიხდი ბოდიში და ვიტყვი, რომ კი დამნაშავე, მაგრამ როცა არაფერს შუაში არ ხარ და ამიტომ გაყენებენ რაღაც ტკივილს, ძალიან რთულია ეს. ესე ვერ ვიხსენებ, რომ რამის მსხვენოდეს, იმიტომ რომ არასოდეს არ მინდა, რომ რაღაცა ისე მოვიქცე და გავაკეთო, რომ იმ საქციელის შემწხვეს. ეგეთი რამე არ არსებობს, ყველაფერს ვიცვალ და ვიცმევდი ყოველთვის. არ მქონია ეს არ მაქვს მაგის რაღაცა არასოდეს ჩავიცნევ რაღაცას, არ მქონია არასოდეს. ტელეფონი, ჩანთა და სუნამა. დილა კარგია, იმიტომ რომ იწყება დილიდანვე საქმიანად, სამუშაო რეჟიმით და მთელი დღის განმავლობაში დილა რო ესე იწყება, მე მთელი დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან ბევრი მოგონება მაქვს და განსაკუთრებული მოგონება მაქვს ბავშვობიდან ჩემ კლასელებთან, სკოლის მეგობრებთან და ზაფხულის მეგობრებთან. აი ეს მოგონებები ყოველთვის მექნება და მაქვს. არაფერს არ მეშინია, გარდა იმისა, რომ მინდა რომ ჩემს ირგვლივ მეგობრები, ოჯახის წევრები ყველა მყავდეს ჯანმრთელად. მეტი არაფერს არ მეშინია. ეხლა ეს შიში არა მაქვს არასოდეს. ჩემზე ამბობენ, რომ ვარ უკარება. თუმცა არ მგონია არ ვარ უკარება ნამდვილად, მაგრამ ესე ამბობენ. რაც არ უნდა გადამიხადონ, არასდროს არ გავხდები ჩამშვები, ეს ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება. და არასოდეს არ დავაჭერინებ არავის. ეს არ მოხდება ზუსტად ვიცი. კაცად რო დაუბადებულიყავი, ვიქნებოდი ისეთი მუქეიფე, ქსოვრელები, რაღაცა სხვანაირად წარმომედგენდი, იმიტომ რომ მიყვარს ეგეთი და უფრო სხვანაირად ვიცხოვრებდი ალბათ. ყარაჩოღელი ვიქნებოდი. წინა ცხოვრებაში ალბათ ის ვიყავი, ვინც ვარ. არ ვიცი რა გააოცებთ, იმიტომ რომ ჩემი რაღაცები ყოველთვის აოცებთ და რა აოცებთ არ ვიცი, არაფერი ისეთი არ უნდა გაიგო წესი ჩემზე რომ გაოცდე, ისეთი არაფერი არ ხდება ჩემ. აი ვთვლი რომ რაღაცა ისეთ საქციელს არ გავაკეთებ, რომ ვიღაცა გავაოცო, ან გავაგიჟო ამით. ვაფასებ სიკეთეს, კეთილ ადამიანებს ვაფასებ და უღალატო ადამიანებს. ჩემთვის წარმატება, რომ დავამთავრე ინსტიტუტი, ვფიქრობ, როცა დავიწყე მუშაობა, იმ დღიდან დაიწყო ჩემი წარმატება. როგორც ჩვეულებრივად, როგორიც ვარ, თაყვანილობელი და რაც ვარ, ეს ვარ. მეტი არაფერი ისეთი. Hustle here, hustle there, New York City is the place where they say, hey babe, take a walk on the wild side. I said, hey Joe, take a walk on the wild side.